დღეს მინდა ისეთ თემაზე ვისაუბრო, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ვერც კი ამჩნევს. გიგრძნია როდის მე რომ თითქოს ყველაფერს აკეთებ, შრომობ, წიგნებს კითხულობ, განვითარების ვიდეოებს უყურებ, მაგრამ მაინც ერთ ადგილს ტკეპნი. თითქოს რაღაც უხილავი კედელი გაქვს წინ, რომელსაც ვერ ანგრევ. ხო და დღეს სწორედ ამ კედლებზე ვისაუბრებთ. ამას მე ვეძახი გონების ფარულ მახეებს. ეს არის ჩვენი ტვინის მიერ დაგებული მახეები, რომელიც წარმატებას და ბედნიერებას გვაშორებს. პირველი და ყველაზე საშიში მახი არის ის, რასაც ყველა კომფორტის ზონას ეძახის. მაგრამ მე ამას ნელ სიკვდილს დავარქმევდი. ნახეთ რა ხდება. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მისი მთავარი ფუნქცია გადარჩენაა და არა წარმატება. ტვინისთვის კომფორტის ზონა ნიშნავს, რომ დღეს უსაფრთხოდ ხარ. კარგად ხარ, ნაჭამი ხარ, იცი რომ გადარჩები, იცი რომ არ მოკვდები და საფრთხე არ გემუქრება. ამიტომ, როდესაც ახალი საქმის გაკეთებას დააპირებ, მაგალითად ბიზნესის, ვარჯიშის, წიგნის კითხვას, ასე შემდეგ, რაც არ უნდა იყოს, ის გეუბნება რა გინდა. ახლა ხომ კარგად ხარ. მოკალათ დი უყურე ჩემი ცოლის დაქალებს, დალი კოკა-კოლა, ჭამი არა ჯანსაღად. აი ეს უნდა ტვინს. ტვინს არ სჭირდება წარმატება, ტვინს არ სჭირდება მიზნისკენ სვლა. და შენც ამ ტვინს უჯერებ. გონია რომ ეს შენი ინტუიცია. სინამდვილეში კი მისი მოთხოვნილობა უკვე დაკმაყოფილებულია, ის გადარჩენილია, საფრთხე არ ემუქრება და თქმა უნდა ურჩევნია იჯდეს და ტელევიზორს უყუროს. მაგრამ შენ რაც უნდა გახსოვდეს ის არის რომ წარმატება იწყება იქ, სადაც კომფორტის ზონა მთავრდება. თუ დღეს არ გიჭირს და საკუთარ თავს არ აძალებ რაღაც ახალის გაკეთებას, რაღაც ახალის შექმნას, წინსვლას, მაშინ ესე იგი უკან მიდიხარ ცხოვრებაში. წარმატების გზაზე რაღაც დისკომფორტი სულ არის და ეს ბუნებრივია რომ გეზარებოდეს რაღაცის გაკეთება. სანამ ეს ჩვევაში არ გადაგივა. ასე რომ მინდა იცოდე რომ შენს ტვინს არ უნდა ცვლილებები. შენს ტვინს უნდა რომ დარჩეს ერთ ადგილას, იყოს ნაჭამი, წრუპოს კოკა-კოლა და უყუროს სერიალებს. გადავიდეთ მეორე მახეზე, რომელიც არის მსხვერპლის როლი. ეს მახე ჩემი ფავორიტია, რადგან საქართველოში ძალიან გვიყვარს მასში ყოფნა. დაკვირვებულ ხარ რას ამბობენ გარშემო ადამიანები? მთავრობა რომ არის ესეთი, მაგიტომ არ ვარ წარმატებული, ჩემი მშობლები არ იყვნენ მდიდრები, უკეთესი ბიძა უნდა მყოლიყო და რომ კარგი სამსახური ეშოვნა ჩემთვის, ის ადამიანი რომელიც წარმატებულია ძალიან გაუმართლა, მე ვერაფერს შევცვლი, მე ვერაფერს შევქმნი. რატომ არ ეცადნენ ჩემი მშობლები რომ უფრო მდიდრები ყოფილიყვნენ, რატომ არ მომცეს საკმარისი განათლება? და აი ახლა აქ ვარ, გაჭედილი ვარ ცხოვრებაში, არაფრის შექმნის სურვილი არ მაქვს და ეს ჩემი ბრალი არ არის. ეს უბრალოდ გარემოებაში მომთხოვა ესეთი, რომ აქ აღმოჩნდი. სანამ შენ წარუმატებლობა სხვას აბრალებს, შენ სხვა ადამიანს აძლევ ძალაუფლებას. თუ ჩემი წარუმატებლობა მთავრობის ბრალია, გამოდის რომ ჩემს ცხოვრებას მთავრობა მართავს. ასე რომ დაფიქრდი. გინდა რომ შენი ცხოვრების პულტი სხვა ადამიანს კონდეს? გინდა რომ ეს გალიო შენი ცხოვრება? რაღაც არ მგონია. მაშინ აიღეს შენს ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობა. კი შეიძლება ცუდ გარემოში დაიბადე, არ იყვნენ შენი მშობლები მდიდრები, მთავრობა საზღვრობა. კი მეც არ მომწონს ზოგი რამე რაც სამყაროში ხდება, მაგრამ საბოლოოდ ის არის რომ ეს რეალობა უნდა მიიღო. უნდა მიიღო და ის გააკეთო რაც შეგიძლია რომ გააკეთო. თუ ესე იჯდები, ფეხი ფეხზე გადაიდებ და იწოწონებ იმაზე თუ როგორი სახელმწიფოში ცხოვრობ, იწოწონებ იმაზე რომ როგორი მშობლებმა გაგზარდეს, მაინც ვერაფერს ვერ შეცვლი. ასე რომ აიღე შენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ქმნის ცხოვრებას. მსხვერპლი კი არასდროს ხდება გამარჯვებული. მსხვერპლი სულ ერთ ადგილზეა, არ ვითარდება, საკუთარ წარუმატებლობას სხვებს აბრალებს და ესე შეიძლება მთელი ცხოვრება იცხოვროს. გადავიდეთ მესამე მახეზე, ეს არის იდეალური მომენტის როდინი. ორშაბათიდან დავიწყებ, ახალი წლიდან ახალი ცხოვრება მექნება. აი ფულს რომ მოვაგროვებ, მერე ვიყიდი იმ კურსს, მერე გავივლი იმ კურსს და მერე შევცვლი ჩემს ცხოვრებას. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც საკუთარ თავს ეუბნები. იდეალური მომენტი არ არსებობს. ის არასდროს მოვა და ყოველთვის იქნება რაღაც პრობლემა, რომელიც ხელში გიშლის. ან ჯანმრთელობა შეგერყება, ან ქვეყანაში იქნება არეულობა და ხასიათს ვერ იქნები. კიდე უბრალოდ დაგეზარება, რომ ამ ორშაბათიდან დაიწყო. და მართლა მინდა რომ დაფიქრდე, საერთოდ რას ელოდები? შენ გონია რომ ცა გაიხსნება, ვიღაც ჩამოვა მაღლიდან და გეტყვის რომ აი ახლა უნდა დაიწყო. თუ მართლა მაგას ელოდები, იცოდე რომ მთელი ცხოვრება მოგიწევს ელოდინი, რადგან ეგ არ მოხდება. ასე რომ დაიწყე იქიდან, სადაც ახლა ხარ. დაიწყე იქიდან, რაც ახლა გააქვს. გააქვს ტელეფონი? გამოყავე 1 საათი რომ ვიდეო გადაიღო, თუ ეს გინდა. გააქვს
20 წუთი დღეში? გამოიყენე ეს 20 წუთი შენივე განვითარებისთვის. მეოთხე მახე, სხვისი აზრის ტყვეობა. აი ეს მახე კი ბავშვობიდან მოყვება, ხალხი რას იტყვის. ეს ფრაზა ალბათ ნებისმიერ ომზე მეტ ოცნებას კლავს. და საერთოდ ვინ არის ეს ხალხი? მეზობელი ნელი, რომელიც მთელი დღე სხვებს ჭორავს? თუ შენი კურსელი, რომელმაც მთელი ცხოვრება ვერაფერს მიაღწია? რატომ გაინტერესებს მათი აზრი? თან იმდენად, რომ შენს ცხოვრებას წირავ. როდესაც შენ ცდილობ, რომ ყველა ასიამოვნო, შენ კარგავ საკუთარ თავს. წარმატებული ადამიანებს, რომლებიც წინ მიდიან, ყოველთვის აკრიტიკებენ. თუ არავინ გაკრიტიკებს, ესე იგი არაფერს მნიშვნელოვანს არ აკეთებ. თუნდაც ეს ადამიანები მაქსიმუმ დღეში რამდენი წუთს ფიქრობენ შენზე? 5 წუთი. 5 წუთი და უკვე აღარავის ახსოვ ხარ. რადგან თავიანთ ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა ვერ მოუგვარებიათ. მაგიტომ ზიან და ფიქრობენ აი იმ სხვამ როგორ მიაღწია წარმატებას. თავიანთ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს. აი ეს ხალხი, რომელიც შენზე ფიქრობს, რომელიც გაკრიტიკებს. ამ ხალხის გამო უნდა გაწირო შენი ცხოვრება? ამ ხალხის გამო არ უნდა დაიწყო მოქმედება? თუ ის გამო? მეხუთე მახე არის სწრაფი დოფამინის ძიება. ტვინს ურჩევნია, რაც ახლა აქვს ყველაფერი. ახლა უყუროს TikTok-ს, ახლა ჭამოს არანჯანსაღი საკვები, ახლა წავიდეს გასართობად კლუბში, გაერთოს, კაზინო, ყველაფერი ემსახურება ახლანდელ მომენტს, რომ ახლა მიიღოს სწრაფი დოფამინი. შენს ტვინს სუფეხებზე კიდია დაყოვნებული სიამოვნება. დაყოვნებული სიამოვნება კი არის ის, რაც მართლა ბედნიერებას განიჭებს. როდესაც 1 საათი ვარჯიშობ და შემდეგ საკუთარ თავს ფეხზე უდგები. რომ შენ ეს შეძელი. როდესაც 1 საათი წიგნს კითხულობ, როდესაც კურსს გაივლი. როდესაც შენს ბიზნესზე 5 საათით იმუშავებ. აი ეს ყველაფერი ქმნის შენს ცხოვრებას. და არა ეს მარტივი დოფამინი. კაზინო, სოციალური ქსელები, უაზრო გართობა, აი ეს ყველაფერი კპარავს ენერგიას, რომელიც შენს მიზნებს უნდა მოხმარდეს. ისწავლეს სიამოვნების გადადება. დიდ წარმატებას სჭირდება დისციპლინა. დისციპლინა კი მხოლოდ არჩევანია. შენი არჩევანი. შენ შეგიძლია ერჩიო ახლანდელი სიამოვნება ან დაყოვნებული სიამოვნება. თვითონ ხვდები რომელია უკეთესი. მეექვსე მახე, საკუთარი თავის სხვებთან შედარება. Instagram ჩამოშლი და ხედავ უკვე შენი ტოლი როგორ დასეინობს ფერარით, როგორ ყავს მაგარი შეყვარებული გოგო ან ბიჭი, როგორ ერთობა წვეულებებზე, რა მაგარი სახლი აქვს, რა მაგარი მანქანა ყავს და მე დაჯდები და ფიქრობ, ღმერთო, რა დავაშავე, მე რატო არ მაქვს ეს ყველაფერი? რა უიღბლო ვარ ცხოვრებაში? აი ეს ყველაფერი როგორ განგრევს? როგორ იპარავს შენს ენერგიას, ხვდები? შენ ზუსტად აქ მარცხდები, როცა სხვებს ადარებს საკუთარ თავს. მით უმეტეს შენ საერთოდ არ იცი იმ ადამიანმა რა გაიარა, რა ტკივილი ნახა, რამდენი იბრძოლა რომ მაგისთვის მიეღწია. ან იქნებ ყველაფერი ტყუილია. იქნებ უბრალოდ დებს ფოტოებს, რომლებიც ტყუილია. იქნებ ამ გართობის მერე სახლში რომ მიდის, ლოგინში წვება და იტანჯება. ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა შეედარო, არის შენი გუშინდელი თავი. თუ დღეს 1%-ით უკეთესი ხარ, ვიდრე გუშინ იყავი, შენ უკვე იმარჯვებ. სხვისი წარმატება, სხვისი წინ გადადგმული ნაბიჯი არ ნიშნავს შენს მარცხს. მეშვიდე მახე, ყველაფრის მცოდნის სინდრომი. ესეთი ადამიანები ძალიან ბევრი ხდება და ვერც კი ხვდებიან, როგორ აზიანებენ საკუთარ ცხოვრებას. მათი განვითარება უბრალოდ დაპაუზებულია. არ კითხულობენ წიგნს, მე ხო ეს უკვე ვიცი, მე ეს ყველაფერი გავიგე. მე ეს წიგნი არ მჭირდება, ვერაფერს ვასწავლის რამე ისეც, რაც არ ვიცი, რაც გამოცდილი არ მაქვს. ეს კურსი გავიარო? ეს კურსი მე არაფერს მომცემს. რაც მასწავლის ეს კურსი ისეც, რაც მე თვითონ არ ვიცი. მის უკან ვიღაც ტიპი ზის, რომელიც მატყუებს და ასეც ცდილობს ფული იშოვოს. როგორც კი შენ წყვეტ სწავლას, შენ იწყებ დაჭკნობას. სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. ის რაც 5 წლის წინ მუშაობდა, დღეს უკვე ის აღარ მუშაობს. წარმატებული ადამიანი არის მუდმივი სტუდენტი, რომელსაც მუდმივად სურს განვითარება. მე პირადად, რაც უფრო მეწო სწავლობ, მით უფრო ხვდები რამდენი რამე არ მცოდნია. და სწორედ ეს მაძლევს ძალას, რომ წინ წავიდე. მინდა რომ გახდე ცნობის მოყვარე, როგორც ბავშვი. მინდა იყო აჟიტირებული ცოდნაზე. არ შეგეშინდეს იმის თქმის, რომ არ ვიცი.
და მინდა ვისწავლო. მოკლედ ეს იყო 7 მახე, მაგრამ ჯერ არ გათიშო ვიდეო. მინდა რომ მოგცეს სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარება ამ მახეებთან ბრძოლაში. ეს 7 მახე მეც მქონდა და ხანდახან ახლაც მიწევს მათთან ბრძოლა. თავარი რაც მინდოდა ეს იყო რომ მომეწოდებინა შენთვის ინფორმაცია, რადგან როდესაც იცი სად არის მახე, უფრო ნაკლებია შანსი რომ ამ მახეში გაება. რამდენმა მოიცანით საკუთარი თავი ამ ვიდეოში. ალბათ ახლა ფიქრობ, რა კარგი იქნებოდა ამ მახების გარჩი ცხოვრება. მართლა კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი რომ არ გაწუხებდეს. მაგრამ ცუდი ამბავიც მაქვს შენთვის. თუ ამ ვიდეოს უბრალოდ მოусმინე, ვერაფერს შეცვლი. დარჩები ის რომ მაქვს 7 მახეში და ცხოვრების ბოლოს შეიძლება შემესწყვი გაგახსენდეს. შეიძლება ინანო რომ ნაბიჯები არ გადადგი. ამიტომ გთავაზობ დავალებას, რომელიც მომდევნო 7 დღის განმავლობაში უნდა გააკეთო. ეს არის ძალიან მარტივი, ძალიან უბრალო დავალებები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ გააკეთოს. პირველი სავარჯიშო იქნება კომფორტის ზონის გრევა. მოკლედ პირველი დავალება ასეთია. ყოველ დღე უნდა გააკეთო ისეთი მოქმედება, რომელიც დისკომფორტს გიქმნის. მაგრამ იცი რომ კარგია. მაგალითად წიგნის კითხვა, პერსონალური განვითარების ვიდეოს მოსმენა, სავარჯიშოც წასვლა, თუნდაც ცივი შხაპის მიღება და ასე შემდეგ. ამ სავარჯიშოს მიზანია რომ შენთვის ვასწავლოთ რომ დისკომფორტი სასიკვდილო არ არის. მეორე სავარჯიშო იქნება ენობრივი პასუხისმგებლობის ტესტი. მოკლედ მომდევნო 7 დღის განმავლობაში დააკვირდები საკუთარ საუბარს. როცა იტყვი რომ ვერ მოვედი, იმიტომ რომ საცობი იყო, ან იტყვი რომ ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ დრო არ მქონდა, გაწვიმდა და იმიტომ ვერ წავედი აქ. ამას უბრალოდ სიტყვიერად შეცვლი და ისე იტყვი რომ პასუხისმგებლობა აიღო შენს ქმედებებზე. მაგალითად იტყვი რომ დამეზარა დილით დგომა, ვერ ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ამიტომ დამაგვიანდა. ან აი ეს საქმე არ გავაკეთე, იმიტომ რომ ჩემთვის პრიორიტეტი არ იყო. აი ამ სიტყვებსა და იმ სიტყვებს შორის რა განსხვავება იცი? აქ შენ ქმნის შენს რეალობას. იქ კი გარემო გიქმნის რეალობას. ეცადე რომ საკუთარ თავთან და ზოგადად ადამიანებთან ესე ისაუბრო რომ შენ იყო შენი ცხოვრების ბატონ პატრონი. ას ბევრად მიმზიდველიც იქნები. ბევრი ადამიანი დააფასებს ამას. და მესამე სავარჯიშო იქნება გაღვიძებისთანავე არ აიღო ტელეფონი ხელში. 1 საათის განმავლობაში ტელეფონი არ აიღო ხელში. წიგნი წაიკითხე, ან საჭმელი ჭამე, უბრალოდ სიჩუმეში იყავი, ყავადალიე და მსგავსი რამ. არ მინდა რომ ეს ვიდეო კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იყოს თქვენთვის. მინდა რომ ეს იყოს თქვენი ცვლილებების დასაწყისი. ამიტომ ამ სამი სავარჯიშოდან ძალიან დიდი თხოვნაა ამოირჩიო მხოლოდ ერთი მაინც და გააკეთო. ასევე მინდა რომ ამ 7 მახიდან კომენტარებში დაწერო, რომელია შენთვის ყველაზე ნაცნობი, რომელში პოულობ საკუთარ თავს ყველაზე ხშირად. იყავი ყურწბელი ამასთან, რადგან ზოგადად აღიარება არის ყველაზე დიდი წინ გადადგმული პირველი ნაბიჯი. თუ ეს ვიდეო დაგეხმარა, აუცილებლად გამოიწერე არხი, დალაიქე ვიდეო და გავგზავნე მეგობარს. გახსოვდეთ რომ თქვენს ცხოვრებას აქვს ძალა, დაგღუპოთ, ან მწვერვალზე აგიყვანოთ. მე უკვე დიდი ხანია მწვერვალს ვირჩევ, ამიტომ იმედი მაქვს შემომიერთდებით.